კიდევ ყურადღება პოლიტიკურ ასპექტზე, რომ ეს დაკავებები ხდება იმ პერიოდში, როდესაც ჩვენ ყავს საკმაოდ, ასე ვთქვი, ჩვენი ყველაზე უფრო სასურველი და პარტნიორი ორგანიზაციიდან, ჩრდილოატლანტიკური საბჭო იმყოფება ჩვენთან, გენერალური მდივანი. და ამ პირობებშიც კი, ამ შემთხვევაში მე მხოლოდ ბატონი ხადურის უწყებაზე მაქვს ბუნებრივია საუბარი, არ ერიდებიან ასეთ თავხედობას და პირდაპირ ვიტყვი სისულელეს. ეს ადამიანები, ნაწილი ამ ადამიანებისა უკვე იყო მოწმის სახით დააბარებული სხვადასხვა უწყებაში და არც ერთ მათგანს არასდროს უარი არ უთქვამს. თქვენ იცით, რომ მოწმის სახით როცა იბარებენ, ამას შესაბამისი შეტყობინება ჭირდება და ალბათ გასაგებია, რომ შეტყობინებები არ არსებობდა პირიქით ადამიანებს ფაქტიურად რაღაც თითქმის ყველას ლამის ბორკილები დაადეს და ესეთი აი დაკავება მოხდა, ეს არ იყო დაძახება და ასე თავხედობას როდესაც ბედავს პირველ რიგში ბატონი ნოდარ ხადური, მე არა დამრჩენია გარდა იმისა, რომ ურჩიო მას, რომ აჩელო მალე დატოვოს თანამდებობა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ეჭვმეპარება, რომ მან ბიუჯეტი გაზარდოს და სხვა მხრივ რა სისულელებსაც შვება და ჩაიდენს ჩვენი ქვეყნის საზიანოდ, ეს უკვე სახეზეა. მე შეგახსენებთ, რომ 3-4 თვის წინ მან სწორედ საკრებულოს ხდომის დღეს დაიბარა თავის საგამოძიებო უწყებაში 6 თანამშრომელი, 6 საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობის ფრაქციიდან, რაც იყო პოლიტიკური დევნის საკმაოდ ნიშანდობლივი მაგალითი. დღეს საერთოდ რა გააკეთა ამის ახსნა, მე არ ვიცი, ჟურნალისტები იქნებ მიხვიდეთ და დაინტერესდეთ და გაარკვიოს რა მოხდა. მინდა გითხრათ, რომ იყო მცდელობა, რომ არ გამოეშვათ ეს ხალხი ცენტრალური გამოსასვლელიდან და როდესაც მე დღის პირველ ნაწილში გავაკეთე კომენტარი ტელეკომპანია იმედზე, იქ თქვი, რომ იქ საპასუხოდ თურმე უთქვამთ, რომ ფინანსური პოლიციიდან რომ არ არიან ჩვენთან დაკავებულები და იყო მცდელობა და რამოდენიმე ადამიანი სხვადასხვა შესასვლელებიდან, არაცენტრალური შესასვლელებიდან გამოუშვეს, მაგრამ იქ იყვნენ ადვოკატების და აი ეს უკვე სასაცილოც კი არის, მართლა სატირალი რო არ იყოს. ბატონ მოდარს მინდა უთხრა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ამ ადამიანის დაკავება მოხდა რა აბსოლუტურად უკანონოდ და ამამცირებელ პირობებში, არის აზრი უკვე, რომ ბუნებრივია აბსოლუტურად კანონის ფარგლებში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია მისი სახლის წინ მოაწყონ და მან პიროვნული პასუხისმგებლობა გაიზიაროს ყველაფერი მსგავსებაზე, რასაც ის ამ დღეებში და ამ პერიოდში სჩადის. გვარები მე აქ მაქვს, ვინც დაინტერესდება ამ გვარებს ბუნებრივია მივაჭრდი და კიდევ ერთი რამ ხვალ არის საკრებულოს ხდომა ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობას შეიძლება არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, ხვალინდელ საკრებულოს ხდომაზე დღის წესრიგში არ იქნება დამდგარი საკრებულოს თავმჯდომარის გადარჩევა არ გადარჩევის საკითხი, ამიტომ ამ ცდელობასაც აზრი არ ქონდა, ეთყობა ინფორმაცია არ ქონდა კარგად ბატონ ხადურს და შეიძლება ერთ-ერთი მოტივი ესეც კი ყოფილიყო. მე ვთვლი, რომ მან ნამდვილად უნდა გააკეთოს უმოკლეს პერიოდში განცხადება, რასთან ქონდა საქმე, ეს იყო პოლიტიკური ზეწოლაც აღარ ქვია, ეს არის რაღაც ქვის ხანის მეთოდების გამოყენება და ჩემდა სამწუხაროდ ეს ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ნატოს ლიდერებს ვეუბნებით, რომ ჩვენც ვართ თქვენნაირი ევროპელები, შეიძლება გამორჩეული კულტურა გვაქვს, ტრადიცია გვაქვს, ქართველები ვართ აქეთ უფრო სხვა მხარეს, მაგრამ ჩვენც ვართ თქვენნაირი ევროპელები, ეს ევროპული ფასეულობები არის ჩვენი გაზიარებული და ისევე ჩვენია როგორც თქვენი და ამ დროს ხდება ესეთი გაუგონარი რამ. მე ვიცი, რომ მთავრობის ნატოს დელეგაციის წევრები, ბუნებრივია ყველა დელეგაციის დროს ასე ხდება, რომ მასპინძელი მხარე, ამ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა მათ თქვათ დაატარებს ქალაქში და ათვალიერებინებს ძველ ქალაქს, ალბათ ისინი აჩვენებენ განახლებულ კალას, პლეხანოს და შეუძლიათ უთხრან, რომ ვინც არის ამის ერთ-ერთი ავტორი, თქვათ დათო ნინიძე, დღეს დილას ბორკილები დავადეთ ამ ადამიანს და აი ესეთ მდგომარეობაში ყავს. ეს არის აი აბსოლუტურად ეპითეტის თქმაც კი მიწის, აბსოლუტურად გაუგონარი რამ, რაც გააკეთა სისულელე და მე მგონია, რომ ეს ადამიანი აქ ყოველდღიურად პოლიტიკურ კონიუნქტურაზე საუბარი აბსოლუტურად ზედმეტაც კი მიმაჩნია
ეს ადამიანი ნამდვილად არ უნდა იყოს იმ თანამდებობაზე, რომელზეც ის არის. მინდა გითხრათ, რომ იგივე საკრებულოს წევრები, სხვა დეპუტატები, რომლებიც არ წარმოადგენენ ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებს, მე მქონდა რამოდენიმეშთან საუბარი. ისინიც ისე როგორც მე, ბუნებრივია არიან შეშფოთებულები ამ ფაქტთან და ბუნებრივია ყველა ნორმალური ადამიანის დამოკიდებულება არის ამ დაკვირვებით. ანუ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ დაკავებით გამო ნაციონალური მოძრაობა აყენებს ნოდარ ხადურის პასუხისმგებლობის. არა, ეს ჩემი პირადი აზრია, მე უბრალოდ ვთვლი, რომ მას არც კომპეტენცია ყოფნის და ნამდვილად არ მგონია, რომ რაღაც თუმცა იმ პირობებში, როდესაც ის იქნება მინისტრი რაღაც ბიუჯეტში, რაღაც განსაკუთრებული ქარუკის კონტესტ წინსვლა და ასე შემდეგ და სხვა მხრივ, რომ ძალიან ბევრ უკაცრავად ამ სიტყვისთვის, მაგრამ სისულელეს ჩადის ესეც სახეზია, იმიტომ რომ მან არა ჩვენ, არა თქვენ, არამედ მთლიანად მთელი საქართველოს შეარწყვინა თან იმ დროს, როდესაც ჩვენთან იყვნენ სტუმრები. ბუნებრივია სტუმრების აქ ყოფნა არ არის ამ შემთხვევაში გადამწყვეტი, იმიტომ რომ თქვა ჩვენი პარტნიორები ისედაც ხვდებიან და აქვთ ინფორმაცია, როდის რა ხდება, მაგრამ ეს მით უმეტეს უფრო თავხედური და აბსოლუტურად სულელური ინფორმაცია იყო. ბუნებრივია ჩვენ პირადად ვამცნობებთ ასევე იმ დიპლომატიური კორპუსის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ საკრებულოსთან ამ ყველა ფაქტს და კონკრეტულ ყველა ინფორმაციას. თუ მიიღო რომელიმე პირმა მათგან უწყება, რომ ისინი არიან და შემდეგ არ გამოცხადენ და ამის გამო ხომ არ მე ვთქვი ეს უკვე, რომ არც ერთი მათგანი არც ერთი მათგანი არ ერიდება გამოძიებას, თავი არ აურიდებია და მოწმის სახით მათგან ნაწილი ადრეც იყო დაკითხული, ნაწილი არ იყო, მაგრამ ეს მოწმის სახით არ არის. ამას სამართლებრივ შეფასებას იურისტები გააკეთებენ, ეხლა ცდილობს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური, რომ გადააკეთოს თითქოს მოწმის სახით დაიბარეს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უნდა შეტყობინება მიიღოთ და მოწმეებს, ბორკილებს რო არ ადებენ და ოჯახის წევრებთან რო არ აკავებენ, ამას ბევრი იურისპრუდენციის ცოდნა ნამდვილად არ ჭირდება. ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მე არ ვფლობ, მაგრამ ეს ბუნებრივია შეგიძლიათ თვითონ ამ ადამიანებისგან აიღოთ. ეს იყო რაღაც ფარსი, არ ვიცი, დაშინების ცდელობა, პოლიტიკური ზეწოლა, ყველაფერი ერთად და აბსოლუტურად გაორგონული და შემორცხვენილი მოქმედება. რაც თქვენ ბრძანეთ, რომ არის აზრი, რომ ნოდარ ხადურის სახლთან გაიმართოს გარკვეული. რა თქმა უნდა არის. ვისი ორგანიზებით და ეს როდისთვის შეიძლება რომ არა, მე არ ვიცი, ვისი მინდა როგორ გააკეთებს ამას, მაგრამ ვიცი, რომ ეს აზრი, ასე ვთქვათ, სუფევს, რომ ის სახლის წინ მოეწყო საპროტესტო აქცია, ბუნებრივია შემიძლია დამამშვიდო, რომ მშვიდობიანი, რა თქმა უნდა, თუ ეს გაიმართება, დარწმუნებულება, ვის, როდის და რა ფორმებში გააკეთებს, ამას ჯერჯერობით მე არ ვიცი. მადლობა. არა, იყო მერის ორი მოადგილე, იყო საკრებულოს წევრები, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამგებელი, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები და ყველა ეს ადამიანი, არა, ყველა არა, ხო ზოგიერთი პირველად იყო საერთოდ საგამოძიებო უწყებაში, მაგრამ ნაწილი მათგან იყო ადრე დაბარებული და თანამშრომლობდნენ, როგორც უკვე თქვი ორჯერ. არა, არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, მაგრამ არანაირი რომელიც თბილისელებისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ არანაირი თანამდებობის საკითხი ეს. არც ეს იყო ზეწოლა ან ზეწოლის მცდელობა, აი ვერც ხვდები ხა ეს რა ფორმა იყო. ალბათ იყო ჩაფიქრებული, რომ იქნებოდა რაღაც გარკვეული ზეწოლა ამ ადამიანებზე, მაგრამ შემდგომ მიხვდნენ, რომ ეს იყო ძალიან დიდი სისულელე, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ამ სტუმრები ყავს და დაახლოებით 1 საათში ყველანი იყვნენ განთავისუფლებული. ბატონო? არა, ეს გაფრთხილება ეხლა, ვისაც გასაფრთხილებელი აქვს, რამე ჩვენ მივიღეთ უკვე 21 ოქტომბრიდან და სულ ესე გაფრთხილების რეჟიმში ვართ და ახალი არაფერი არ იყო. მათგან ნაწილი იყო რამოდენიმეჯერ იგივე ჩემი ერთი კოლეგა, რომელიც 10-ჯერ იყო დაკითხული, დაბარებული საგამოძიებო უწყებების მხრიდან, ასე რომ გასაკვირი არაფერი არ იყო. აქ ყველაზე აღმაშფოთებელია ბორკილები, დაკავება, ეს არ არის მოწმის სტატუსით და აბსოლუტურად ადამიანის შეურაცხყოფა და დამცირება.